არა განცხადება არა ბოდიში თუნა დაიწყო როცა 10-დან 10-მდე ვიღაცა ბოდიში ინტერესების გამო ხო არხის ზიანი მიადგა ნახევარი გორის მოსახლეობას სიტყვიერი დაპირისპირება მოქალაქეებსა და გორის მერის მოვალეობის შემსრულებელს შორის სასმელი წყლის პრობლემის გამო დაიწყო. მოსახლეობის თქმით 40 გრადუსი ტემპერატურის პირობებში გორში 14,000-მდე აბონენტს წყალმომარაგება 1 აგვისტოს 10 საათიდან შეუწყდა, რამაც მოქალაქეებს მთელი რიგი პრობლემები შეუქმნა. საქმე ქალაქ გორის მთავარი წყალსადენი მილის გადაადგილებას ეხება. ტერიტორიაზე, სადაც აღნიშნული მილი იყო განთავსებული, საცხოვრებელი კორპუსი შენდება. ამის გამო კი მილის გადაადგილება გახდა საჭირო. მოსახლეობა უწყლოდ არის ნახევარი ქალაქი, ეს არის სირცხვილია. სიციანი ბავშვი მიყავს და ჩემს ძმას ბიდონით მოვატანინე წყალი რომ ჩავსვა წყალში და გავაგრილო ბავშვი. და გუშინ ონკოლოგიური პაციენტი ვარო და არავინ არ ყავს სახლში და წყალი არ მაქვს. სასმელი და 112 წუთი დაერეკა იმ წყალი მაინც მომაწოდო. აი ესეთი მდგომარეობა არის ქალაქში. აი ესეთი მდგომარეობა და ერთი ადამიანი კი არა, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ეს. ჩვენი აღშფოთი 60,000 ადამიანის მიგდება როგორ წარმოგიდგენია. ხო არ გავუკეთებია არა გავარ და ვაკეთებ. უპასუხის გებლობა მაშინ. ჩემი აზრით უკვე მიგდება არის ერთის გამო რომ 60,000 წირავ. აი გაწირვა. საბახერის ინტერესების გამო ხო გადის ეს ხობა. ახლა მის შეუცვალეთ მდებარეობა და როგორ არ არის ბიზნეს ინტერესები, როგორ არ არის ხალხს მაგას და ერთო პირის გამო ნახევარი ქალაქი უწყლოდ ამყოფებს მილიონების გამო. გასაგებია. არ არის გასაგები, ნუ ყავდა არა მე მსგავს ნებართვას არავინ არ მომწევს არასდროს. აუსაძლისი მდგომარეობა ჯერ არის ყველ ნაგავსაყრელს მიგდებენ და იმით ააყროლეს ქალაქი. ეხლა საერთოდ წყალის გაგვიწყვიტეს და კიდევ იმ აყროლებულ ქალაქს დაამატეს ეს წყლის პრობლემა. მოხუცებით ცხოვრობენ ჩვენ ქალაქში ადამიანებს შივრები იღუპებიან ადამიანებმა და წყალიც არ აქვთ. წყლის საყიდელი 50 თეთრიც არ აქვთ. ესენი იმასაც არ კადრულებენ რომ წყალი უბნებში მაინც დააყენონ თვითონ მანქანა რომ წყალი აიღოს ადამიანმა. ანუ ამ პაპანაკებას ციხეში გაგვწირეს. ვიღაცის მილიონების გამო. ეს პრობლემა სწორედ წარმოიშვა იქიდან, რომ წლებია ვითხოვთ ქალაქის განაშენიანების გეგმას, ანუ გეგმას, რომელიც გვესმის, რომ აი წელს იქნება, ერთ თვეში იქნება, ორ თვეში იქნება, მაგრამ დღემდე ეს გეგმა არავის არ უნახავს და ზუსტად აი ამ გეგმის არარსებობის გამო ნახევარი ქალაქი ჩავარდა აი ამ მდგომარეობაში, რასაც ახლა ვხედავთ, ვიღაცა კერძო ბიზნესმენის ინტერესების გამო 40 გრადუს სიცხეში მოსახლეობა ნახევარი ქალაქი ფაქტიურად არის უწყლოდ დარჩენილი. ესე მახსოვს ოდითგანვე აქ ცხოვრობდა ხოლმე ერთი გამგეობის წარმომადგენელი ჩვენ ბინებში და მაშინ რაღაცა უნდათ აქ ხალხს და მაშინ იქიდან მეცით რომ აქ არაფრის მშენებლობა არ შეიძლებოდა. იმიტომ რომ ქვეშ გადიოდა რაღაცა მარტო ესა და მაშინ შეიძლება კიდე დიპრესი უპორიზი დახვდეთ წინ იქ. ხო და მშენებლობა არ შეიძლებოდა. ამიტომ მოსახლეობას დართეს ნება და ამ ტერიტორიაზე მოსახლეობამ განალაგა რკინის ისინი გარაჟები. იყო ხოლმე. ნუ მე რა თქმა უნდა დაიშალა ყველამ თავისთვის გაიკეთა გარაჟი და დაიშალა და ნუ ეხლა არ ვიცი ეხლა ამის მშენებლობა რამდენად შეიძლება. ერთი კორპუსი აშენდა, მეორე კორპუსი აშენდა, მესამე კორპუსი აშენდა. არსად ბავშვის სამოძრაო არ არის. უბრალოდ აი აქ რომ მივიდეს ადამიანი. არა ერთი კორპუსია მარტო გადმოსული, წყალს უკვე შეეთქო. ესენიც რომ გადმოვლენ 1 2 3 ამხელა კორპუსი, ჩვენი ამხელა კორპუსი წინ ხო. უბრალოდ აი მისასვლელი გზა ხო უნდა გქონდეთ, რომ მანქანა გააჩერონ, ტაქსი გააჩერონ. არ ვიცი ამაზე რატო არავინ ფიქრობს. აი მოსახლეობას ამდენჯერ უნდა და გვინდა. თუმცა ალბათ არ მიგვიმართავს ოფიციალურად ხელისუფლებისთვის, რომ ადგილზე გაკეთდეს ბავშვთა პარკი რაღაცა და გასერთობი და მშენებლობისთვის სხვა ალტერნატიული ტერიტორია გამოიყოს. გორის მერის მოვალეობის შემსრულებლისა და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მილებში წყალი უკვე გაშვებულია. როგორც ირკვევა მიწა, სადაც კორპუსი შენდება, ეკუთვნის კომპანია NND კომპანი 2025-ს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ნუგზარ სვიანაძეა. მიმდინარეობს მუშა პროცესი, ყველა ბრიგადა არის მობილიზებული ადგილზე, დამატებითი ბრიგადებია ჩართული და ხედავთ თქვენც რომ საბოლოო კვანძი არის, რომელიც შედუღება დასრულდება უახლოეს მომავალში, აი ახლა უახლოეს საათებში ალბათ ნახევარ საათში და
გაეშვება ნაწილი წყლის ნაკადის უკვე გაშვებული არის მილში და დანარჩენი გაეშვება სრულად. ანუ წყალი რომელსაც წამოვა უნკანში, აქ კი არა, უნკანში. სისტემა რო შეივსება, წყალიც წამოვა ყველგან. სისტემა რო შეივსება 3 საათში, 2 საათში რა დროში. ანუ დიდი არის სისტემა და დაახლოებით ალბათ საათნახევარი დაჭირდება. ბატონო კოდე მოსახლეობას ეს კითხვაც ქონდა რომ არ ხდებოდა გაფრთხილება რომ წინ სწოდნოდა თან ეტაპობრივად გათიშულყოფა აი ამაზე მესიჯები დაეგზავნა მოსახლეობას სრულად არაგონებული ვადით და უბრალოდ როცა პროცესი დაიწყო სამუშაო პროცესები როცა დაიწყო აღმოჩნდა რაღაც გაუთვალისწინებელი რომელიც მიწის გაჭრის შედეგად დახვდათ ჩვენს ბრიგადებს და ამიტომ გაიწელა სამუშაო პროცესი მოსახლეობის ნაწილი საუბრობდა გენგეგმა არ არსებობს და ასეთი ბევრი სიურპრიზი დახვდება ქალაქში აი ამაზეც რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მუშაობს გენგეგმის ნაწილი არის გაკეთებული გამზადებული და დასკვნითი ფაზა არის შესასრულებელი რომელზეც ჩვენ ახლა დავიწყეთ მუშაობა და ეს მომდევნო წლის დავასრულებთ და თუგნებავთ გაჩვენებთ პროექტს გენგეგმასთან დაკავშირებით. ხო, აუცილებლად მოგიწევთ. მობრძანდით ხვალ სამსახურს ჩემთან და გაჩვენებთ გენგეგმაზე დაწყებულ სამუშაო პროცესებს გაჩვენებთ პირადად მე. შეგიძლიათ გამოვაქვეყნოთ. შეგიძლიათ გამოვაქვეყნოთ. სანამ ვიღაცას ცილს დაწამეთ. სანამ ვინმე ცილს დასტამეთ თულში, ჯერ უნდა გაერკვიოთ საკითხი. ჯერ უნდა გაერკვიოთ საკითხი. მობრძანდით და ხვალ თუგნებავთ ეხლავე წავიდეთ და გაჩვენებთ როგორ მუშაობს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური გენგეგმასთან დაკავშირებით. არა თქვენ დამწამეთ ცილი ახლა თქვენთან დაკავშირებით და ასულა რომ მუშაობდეთ თორემ იმას იკადრებდით რომ ადამიანებთან წყალი მიგატარეთ მანქანებით მაინც მაგრამ ზურგს მაგცევთ გახართ აქ ჯიბები ხელებში ჩაწყობილი შეგახსენებთ რომ გვიან ღამით აქცია გაიმართა იმ მშენებარე კორპუსთან სადაც ქალაქის მთავარი წყალსადენი მილის გადაადგილება მოხდა